გამარჯობა. დღეს მოდით ერთად ჩავუღრმავდეთ ერთ ცნებას, რომელიც შეიძლება გონია რომ ვიცით, მაგრამ მამა გიორგი წეროძის წიგნი ვინ არის ჩემი მოყვასი, ცოტა სხვანაირად გვიჩვენებს. დიახ, საქმე იმაშია, რომ წიგნი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იმ გავრცელებულ აზრს, თითქოს მოყვასი არის უბრალოდ ნებისმიერი ადამიანი ჩვენს ირგვლივ, ვისაც რამე უჭირს. ხო, აი ეგ აზრი. ავტორი ამბობს, რომ ეს შეიძლება მოდიოდეს კეთილი სამარიტელის სიგავის არასწორი წაკითხვიდან. და ეს შეცდომა როგორც ჩანს საკმაოდ ღრმადაა ფესვადგმული. საინტერესოა ძალიან. ანუ ჩვენი მიზანია რომ აი ამ არგუმენტს ჩავუყვეთ და ვნახოთ თქვენ როგორ დაინახავთ ამის მერე მოყვასის ცნებას. მოდი დავიწყოთ თავად იგავით. წიგნში ხაზგასმა კეთდება სახარების კითხვაზე. გახსოვთ იგავის ბოლოს. ამ სამთაგან რომელი იყო იმის მოყვასე, ვინც ყაჩაღების ხელში ჩავარდა. ზუსტად. ანუ აქცენტი იმაზე კი არ არის შენ ვის უნდა დაეხმარო, არამედ იმაზე, ვინ გახდა იმ დაჭრილის მოყვასი. დიახ. აქ პერსპექტივა იცვლება. იგავში ხომ მღვდელი და ლევიტელი. ანუ ის ხალხი, ვინც წესით მოვალე იყო, ხო? კი ბატონო. გვერდსულიან. სამარიტელი კი, რომელიც იმდროინდელი საზომით უცხოა, გარიყულია. ხო? სწორედ ის ჩერდება, ის ამჩნევს და ის მოქმედებს. ანუ ის მიდის მასთან. ამიტომ იგავის ლოგიკით მოყვასი გახდა სამარიტელი, ის ვინც მივიდა. ანუ თუ ამ ლოგიკას მივყვებით, გამოდის რომ ჩემი მოყვასი სულაც არ არის აუცილებლად ის, ვინც ჩემ გვერდით არის გაჭირვებაში. ხო, ეგრე გამოდის. არამედ ის, ვინც პირველი მოდის ჩემთან კონტაქტზე, ვინც აქტიურად რაღაცნაირად შემოდის ჩემს სივრცეში, მხედავს, ინტერესს იჩენს, განსაკუთრებით რთულ მომენტში. დიახ, ეს არის წყაროს მთავარი არგუმენტი. მოყვასი არის ის, ვინც იღებს ინიციატივას, რომ შენთან მოვიდეს, ვინც გხედავს. ეს შეიძლება სრულიად უცხოც იყოს. გასაგებია? და ამ მხრივ, ქუჩაში რო ადამიანია გაჭირვებული, ის ავტომატურად კი არ არის შენი მოყვასი. არამედ ის არის შენთვის მოწოდება, რომ შენ გახდე მისი მოყვასი. ანუ შენ მიხვიდე, შენ გაეცნო, შენ შესთავაზო თავი. აი ეს განსხვავებაა მნიშვნელოვანი. შენ ვისი მოყვასი ხდები და ვინ ხდება შენი. ეს პირდაპირ უკავშირდება ღმერთის სიყვარულის თემასაც, რასაც ავტორიც ახსენებს, ხომ? ღმერთიც ხომ პირველი გამოდის ჩვენთან შესახვედრად, ქრისტიანული გაგებით. დიახ, პრინციპი იგივეა. ინიციატივა დანახვა, კავშირის დამყარების მცდელობა. ვინც ამას აკეთებს, ის ხდება მოყვასი. ანუ მოყვასი გვაძლევს შანსს. დიახ, გვაძლევს შანსს, რომ ურთიერთობა დავამყაროთ იმასთან, ვის ჩვენი დაინტერესდა. აქ აქცენტი უფრო ურთიერთობაზეა, ვიდრე უბრალოდ დახმარების აქცე. ყველაფერი იწყება იმით, რომ ვიღაც გხედავს. გასაგებია, მაშ ასე რომ შევაჯამოთ, ამ წიგნის მიხედვით, მოყვასი არ არის რაღაც ზოგადი კატეგორია ყველასთვის, ვინც ახლოსა. არა. არამედ ეს არის კონკრეტული როლი, ის ვინც აქტიურად პირველი მოდის შენთან კომუნიკაციაზე. ზუსტად. ეს კი გვაფიქრებინებს, ვინ არიან რეალურად ჩვენი მოყვასები ამ კრიტერიუმით და როგორ ვუპასუხოთ მათ ინიციატივას. და თან საკუთარ თავზეც გვაფიქრებინებს, არა, ჩვენ როგორ ხდებით სხვისი მოყვასი, რა მოტივით მივდივართ სხვასთან. ვართ ისეთივე ინიციატორები, როგორიც სამარიტელი? საინტერესო დეტალიცაა წყაროში, რომ სამარიტელმა დახმარების მერე შეიძლება რაღაც ანონიმურობა შეინარჩუნა. მართლა? კი, რითაც დაჭრილს დაუტოვა შანსი, რომ მერე თავად ეძებნა იგი. ესეც ხაზს უსვამს ურთიერთობის პოტენციალს და არა ცალმხრივ მოქმედებას. და ბოლოს, მოდით დავუტოვოთ ჩვენს მენელს ერთი კითხვა დასაფიქრებლად. აი წარმოიდგინეთ, რომ ის სამარიტელი და დაჭრილი კაცი მართლა შეხვდნენ მერე ერთმანეთს. როგორი იქნებოდა მათი ურთიერთობა, მათი დაძმობილება, როგორც წიგნშია ნათქვამი. საინტერესო იქნებოდა, ხო? და უფრო მთავარი, როგორც სulis, აი ეს ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ სინამდვილეში ღრმა გადააზრება თქვენს დამოკიდებულებას და ქმედებებს, როცა ცდილობთ იყოთ ვინმეს მოყვასი, ან როცა თავად ეძებთ მას.